რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ შეჭამ კვერცხს ყოველ დილით 14 დღის მანძილზე. კვერცხი შეიცავს კოლაგენს და მდიდარია ქიმიური ნივთიერებით, რომელიც ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. ის შეიცავს ასტაქსანტინს, ანტიოქსიდანტს, რომელიც 6000-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე C ვიტამინი. ის იცავს თვალებს ყველანაირი დაზიანებისგან და შეიცავს უფრო მეტ ბიოშეღწევად ცილას ვიდრე ხორცი. კვერცხი ქოლინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას. ასევე ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას და შეიცავს ბიოტინის საკმარის რაოდენობას, რაც აძლიერებს კანის ფრჩხილების და თმის სტრუქტურას. შეგიძლია მიირთვა 2-3 ან თუნდაც 4 კვერცხი გულიანად. ოღონდ გააჩნია შენს მიზანს. თუ წონის დაკლება გინდა, 2-3 კვერცხი საკმარისია. ახლა უპასუხებ საუკუნის კითხვას. მოხარშული ჯობია თუ შემწვარი? ორივე კარგია, მაგრამ მოხარშული უკეთესია. და თუ შენ შეწვას დააპირებ, აი ეს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინე. არ შეწვა მზესუმზირის, სიმინდის, რაფსის, სოიოს და ასე შემდეგ მცენარის თესლისგან დამზადებულ ზეთებში. სამაგიეროდ შეგიძლია შეწვა ქოქოსის, ავოკადოს ან ზეითუნის ზეთში, ან ნამდვილ კარაქში, ან ერბოში. თუ გინდა დაიწყო წონაში კლება, არა ორშაბათიდან, არამედ დღეიდან, პირველადი კონსულტაციისთვის მომწერე ინსტაგრამის პირადში სიტყვა გასაუბრება.